მეგობრებო, როგორ ისმის ჩემი ხმა? რამეს ხო არ მაქვს შევთქუძი აქ შემთხვევით. Gloria! Okay? Gloria! მოდი გოგო. მოკლედ დღევანდელ გამოსვლას რა თქმა უნდა ულამაზეს კადრებსაც განახებთ, რასაც გადავიღებ. ასევე დავითვლით რა დაგვიждდება ლონდონიდან სულ რაღაც 50-100 მილის მანძილზე გამოსვლა. დათვალიერება პლიაჟზე გასვლა, ბანაობა, ერთი სასიამოვნო დღის გატარება. ეს არის საუთჰოლდი, პატარა ზღვისპირა ქალაქი ინგლისში, ცნობილია თავისი ფერადი სანაპიროებით. ამ ქალაქში შეგხვდებათ 130 წლის წინ აშენებული შუქურა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ასევე ამ ქალაქში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის ჩამოსასხმელი ადნამსის ქარხანა, რომელიც 1872 წლიდან ფუნქციონირებს. იდეალური სანაპიროა, ოქროსფერი პლიაჟები, სუფთა ზღვა, ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად გაერთო. საუთჰოლდის შუქურა 1890 წელს აშენდა და დღესაც გამართულად მუშაობს. შეგიძლიათ ახვიდეთ ამ შუქურაზე და 31 მეტრის სიმაღლიდან ულამაზესი ხედებით დატკბეთ როგორც ქალაქის, ასევე ზღვის. ადნამსი არის საუთჰოლდის ცნობილი ლუდსახარში, რომელიც 1872 წლიდან ლუდსა და ჯინს აწარმოებს. მათი პროდუქცია პრემიუმ ხარისხისაა და მთელ ინგლისში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ამ ქალაქში მოხვდებით, აუცილებლად უნდა დააგემონოთ ეს ლუდი. წავიდეთ, ეხლა ერთად დავაგემონოთ. საკმაოდ კაი გემოვა. საკაიფოა. ცუდია რომ მეც ვერ დავლევ რულთან ავარ. მოკლედ ძალიან მესიამოვნა ლუდის დაგემოვნება. შვენიერი ლუდი იყო. წამოიღო მე-19 საუკუნის რაღაც ვაიბები რა. ძველი განსხვავებული გემოქონა რა ლუდის გამისინჯი აქ ინგლისში. ყველასგან განსხვავებული გემოქონა, კარგი იყო რა, ნამდვილად 10-დან 8-ს დაუწერდი. სენვინები არენაზე რა. ეს სკულპტურა. აკეთკენ. ეს ზღვის დაცვა, მომნიგეს კრუიზია. გემების დაცურავენ რა, ყავთ გემების საშუალება არის. გემოთი კაია, მაგრამ სუნთელი დადნა ეგრევე როგორც მომწეს. სანაპიროები ვნახეთ. სხვათა შორის იქ წავიკითხე აბრაზე. ერთ-ერთი პოპულარული სანაპირო ყოფილა ინგლისელებისთვის. მთლიან ინგლისში. აუ რანაირად დაიწუნკლა რა. სამწლის ბალყის ეზოს ეს. ხუთი ფუნტი ღირა ამხელა ნაყენი. ამო იქ წახრებისკენ გავიაროთ და ვნახოთ საზღვაო შუქურა, რომელიც უძველესია. სხვათა შორის ეხლა რახიძეც ვიყავით, ეგ 1900 წელს არის აშენებული და 100 წელზე მეტია ფუნქციონირებს, არ გაჩერებულა. ძალიან გემრიელია, პროსტო ძალიან წუნწკლება. გაეყინა ცოტა მეტად ეს ჩემის. ეს ჯოხიც დამიჯდა და აღარაფერს აღარ აკეთებს. მოკლედ ცოტა
დასატენი წამოვედი სახლიდან. პოვერბანკიც დატენილი არ არის. მოკლედ შარია რა. ეს რა არის? რაცა უცნაური ნივთია. მეგონი ჩას ვიკაცი დააფარე ხუფი ჩააგდე წყალში. აი ეგ არის. განახებთ ხო? აი ეს. აჰა. თუ ვინმე მიცით რა არის დამიწერეთ. აზე არ ვარ მე. წნელი შესანახი ხო არ არის კომბოსტოს პილის ჩასადები? არ ვიცი. მუსიკა. წავედით ახლა მანქანასთან მივალ. დავждებით და გავაშურებით ზოოპარკისკენ. ზოოპარკთან პლიაჟიც არის. რაღაცა ციხე იყო კიდევ. და იმედია მივუსწრებთ რა. ეგეთი იყო ჩვენი საუთვოკის პლაჟი. ფოტოშოპის რანდომად წამოვედი რა, რუკაზე რო დავხედე, ესე გავყევი და დავაწექი რომ მოაგდო აქაურობა, წამოვედი აქ, არ ვიცოდი, არაფერი ინფორმაცია არ მქონა აქაურობასთან. არავის არაფერი არ ურჩევია. ერთი ადგილი მოკლედ რუკაზე გავამწვანეთ. მოვედით ზოოპარკთან. ეგეთი ლამაზ-ლამაზი სურათებია შესასვლელში. ესე მცხეთში და ავედით შევედით შეგინით ნახოთ რა ცხოველები ყავთ. მოკლედ ზოოპარკში მოვედით და რასაც ველოდებოდი, იმაზე მაგარი აღმოჩნდა ჩემი. ეხლა დაგანახოთ რა ხდება ბიჭო, პატარა ბალღივით მიხარია ჩემი. ეგეთი რამეზე ნავყოფი ნახდათ არა ვარ. ყურეთ. ჟირაფები ნახეთ ჩემი. ამას უყურე აქეთ. წავით იქნება ეგრე მივუდგეთ რომ კარგად დავინახოთ. ნუ იჯღანები. ცოტა დიდი ლინზა მინდა რა. სახლისო. მაზები არიან. რა წამოკოტრია და რა. არის ლემურიც არ არის რა არის. რა ძალიან ლამაზები არიან. ტყურადღება მაქცი. დარიან წაჭერ კუდი ჩამოკიდე კედელზე. ულამაზესი. ხარაში უნდა გამაიყენო. ალეკო მოვიდმუე. ალეკო. ბუმე. ეგეთი საინტერესო გზა შედის. ნუ აქ ფრინველთა სამყარო ყოფილა. გველებიო, მაგის დედაც მოყან მაგველებისაც. მე მან არ შევიდე და არა უნდა ხო გაშვებულები ყავთ შუა ტბაში. ვერ არიან ესენი კარგად. მინდა შესვლა. თუ იმას გველები გაინტერესებთ, დაგუგლეთ. ან არ მეხვიდეთ მაინც, რა ვიცი. მე თქვენ ადგილზე არ მივიდოდი. წავედით ახლა. გავაგრძელოთ ზოოპარკის მონახულება. ის თეთრი მატროქაც მაინტერესებს. ოპა. ბუფალო ბიჭო. დავიჯერო ახლა ამის მოხნულია ეს მთელი. თუ სპეციალურად დაუმჩვილეს რომ ზბილად იაროს. არ ვიცი ვერ გეტყვით. კაროჩე ახლა მოგიყვებით ერთ ანეკდოტს, სადღაც მოვისმინე ადრე და კაც დაიჭერენ ასამართლემე რა. ხო და ასამართლემე კაროჩე და აი გაწყვიტა მთელი აფრიკა გაწყვიტა ვაფშე ყველა, ხო და კაროჩე ის ეტყვის რა, მოსამართლე ეტყვის რომ მოდიო კაროჩეო შენო მაინც განწირული ხარო ხო აზი აი ვაფშე დარხეული გაქონდა. მოდიო აღიარეო შენ თვითონო გამოძიება აღარ ისე გოგაკეთებინო და გვაწყებინო. რა მოკალიო ხო აზი ხა ცოტა შეგიმ სუბუქე ფერთორწელს მოგაკლეფო რა. ან ციხეში ტელევიზორს დაგიდგავო რაღაცაო ხო აზი ხარ. გარეთ გასვლის შანსი არა გაქვს მაინცო და ეს კაცი იფიქრებს რა და მოდიო მაინცო ვეტყვიო ტელევიზორია რაღაცას მაინც იზავენო ხო აზი ხარ. და დაიწყებს რა რომ კაროჩეო სამი მარტორქა მოვკალიო. სამი მარტორქაო ხო. კიდე მოვკალიო 14 ჟირაფიო. ძალიან ბევრიო. კიდეო 7 ლომი მოვკალიო. 7 ლომიცო ძალიან ბევრია რა მოგაკლენა. კიდე რა მოვკალიო. კიდე მოვკალიო 50 no please-აო. ეს მოსამართლე ეტყვის რომ ეს no please-ა რაღაცაო და არ ვიციო კაროჩე შავები იყვნენო და თოფსო მიუშვედი no please ყვიროდნენ რა ვიცი. ნახე რა მაგ. ეს რატო ყავთ გამოკეტილი მაგის დედა ვატირი მაგის. მაგარი არასწორი სექციელი. აბა.
Rira, orira, orira, rira, orira, orira, rira, orira, rira, orira, orira, rira, orira. Ისა ცეკვაზე უნდა მევლიჩი მე სტატრია. ოპა. მოკლედ ჩემო მეგობრებო. ეგეთი მაგარი პარკი ძალიან იშვიათობაა რა. ვისაც დაგაინტერესებთ მომწერეთ ან დამიკომენტარეთ და ყველას მოგწერთ სად არის ეს პარკი. აი იმ პისპილაჟი ხო ძალიან მაგარი იყო. ეს ადგილი იმას ჯობია მილიონჯერ კაროჩი რა. რომელი საათია? 4-1 საათი კიდე გვაქვს. აი ამ ხიდზე 5 ტონაზე მეტი არ გადავიდეს, უნდა რა იციან 5 და 100 როგორ. ერთი მარტორქა და ერთი ჟირაფი უნდა ვიყიდო უეჭველი. მარტორქა კი არა, ეს ორი რქა. ეს მარტორქა არა, სულ ყველას ორი რქა აქვს. აბა მარტორქა რატო ქვია? რაღაცა ფერისტობას აქვს ადგილი. იმათაც ორი რქა აქვს ცხვირებზე. ჭოსადა ვარ. აი მათ ხო უყურებთ. სულ მარტორქები არიან თან იმენა აქვს ეგ რქები. იგეთი მარტორქა კი არა დაჭრილი და გაყიდული. იმენა აქვს. თითო ცხვირზე უკეთია მინიმუმ 100.000. უეჭველი გეუნებით. ამ მომენტში ახლა მივედი მარტორქასთან და უყურებდი თუ როგორ შეიძლებოდა მაგ რქის მოძრობა ისე რომ არაფერი არ დაზიანებოდა. აჰა. აი ორაფერებში ხარ ბიჭო. ეგონება მართლა აფრიკაში მიდიხარო და სადღაცი და ლომი უნდა მოხდეს და უნდა მიჭიროს და უნდა შამჭამოს ხა ეგ მე მგონი და ხეჩები. აი მის რქა ხარ რაში უნდა მაიყენო ჭუჭყიანია ხაგე. ბორა გაგიძობს ხო იცი შენ. მაღლა თამოზის რქა. კეთ ქურციგები არიან. დაანახეთ არანაირი შემოღობილი არაფერი შეგიძლია მოხვიდეთ დაატყვი ამათი ყურებით. განახებთ ამ ზოოპარკის მთავარ ღირსშესანიშნაობას. რითიც არის ეს ზოოპარკი, რითიც ადგას ფეხზე რა, ანუ ხალხი მოდის მარტო მაგათ სანახავად. არანაირი ლომი, არანაირი ბეგემოტი, არანაირი ჟირაფი, არანაირი ლემურები და მთელი ამბები ხუაზე ხარ. არა, მაგათთვის არავინ არ მოდის აქ სანახავად. მთელი ხალხი, ვინებიც არიან გარშემო, აი წაღა მკითხე რა გამოველაპარაკე და მთელი ხალხი მოდის იმის გულისთვის, რომ ნახონ აი ეს ცხოველები. Hello. აი ესენი არიან გადაჯიშების ეტაპზე. თავიდან იყვნენ ვირები, ნახეთ. აი. და ზებრა ხდება ნენელა. რო არ აგჯერათ ის გამოდი ვირო გიცანიო. ვირი და ზებრა ერთი და იგივე როა, ნახე ეგე? აი. არი თუ არა სიმართლე. გე, ვირო. მე არ იყო ეგეთი პონტირო ზოოპარკში და რაღაცებში მევლო ხოლმე და რაც გავიზარდე იმის შემდეგ რავი არ დავინტერესებული ვარ არისა და პირველად ვიყავი აქ ლონდონის ზოოპარკში. აუ იგრე მაგრა გამისწორდა. აი ერთი სამი კვირა მაგაზე ვლაპარაკობდი მარტო რომ მეთქი აი ეგეთი იყო და ეს ვაფშე ჩემი იქ ცოტა შეზღუდული იყო და რაღაც რკინებში იყვნენ და ეგეთი მეებში. აქ ეგრე თავისუფლად რო არიან ვაფშე სხვანაირი სანახავია ჩემი აი ვაფშე მაგარი პონტია რა. გირჩევთ ყველას რომ მოხვიდეთ და ნახოთ. ავრებო დაждდა ყველაფერი. კაი გასვლა გამოგვივიდა დღეს. ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი ძმაკაცები, კაროჩი მაგრა დამევასდნენ ესენი რა, აი ესეც სულ ყველა. და მოკლედ ძალიან მშვენიერი დღე გამოვიდა. აქვე დავასრულოთ ზოოპარკში. ამ ვიდეოს გადაღება. მოკლედ ერთი დღე ყველგან უნდა გავხვიდე რა, შენ თავს შენ თუ არ დაუთმობ დროს, სხვა ნაკლებად დაგითმობს დროს. ამიტომ შევეცდები ხოლმე რომ ყოველ კვირას გამოვიდე ქალაქიდან, განახოთ საინტერესო ადგილები, იმ ადგილზე წავიდე შემდეგზე, მანქანით რო შედიხარ პირდაპირ და ეს ლომები ესენი გარშემო დადიან ეგრე შენი მანქანისა რა. ძალიან მაგარი ადგილია ეგეც და ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება. მოკლედ დღეს წამოვედით ლონდონიდან დაახლოებით 100 მილის მანძილზე, 100 მილით მოშორებით. ვნახეთ ულამაზესი სანაპირო, ულამაზესი სახლები, სინათლის კოშკურა, რომელიც გემების ემსახურებოდა. დავაგემოვნეთ ლუდი, რომელიც
1872 წლიდან ისხმება მაგ ადგილზე და ძალიან პოპულარულია. ასევე რა გავაკეთეთ? თუ ნახეთ მაგარი მანქანა, ვითამაშეთ გასართობები, საიდანაც ვერაფერი ვერ ამოიღეთ და მოგვატყუეს. კიდე რა გავაკეთეთ? მოვედით უმაგრეს ზოოპარკში, რომელიც არის ძალიან ღია, ნახეთ მაგარი ცხოველები. დიდი აღთოვნება გამოიწვიეთ რა, დიდი აღთოვნება გამოიწვია ჩემში. ძალიან მომეწონა მოკლედ რა. ასევე დავათვალიერეთ ცხოველები. ეს ზოოპარკი არის სამეცნიერო საექსპერიმენტო რა, ანუ აქ ცხოველებზე დაკვირვებას ატარებენ, ანუ იგეთი ზოოპარკი არ არის, როგორც ლონდონშია და სხვა ადგილებში რა. აქ მოდიან და აკვირდებიან ამ ცხოველებს თუ რა, როგორ რანაირად, რომ მე სხვაგან ასწავლონ. მაგარი ცხოველები ყავთ, არაფრის თქმა არ შემიძლია. და რა ვიცი რა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. გლორია არ მოდის ჩემკენ. გლორია